2024 წლის 15 თებერვალს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე მთვარის კერძო აპარატი გაიტანა, რომელსაც ოდისეუსი, ანუ ოდისევსი ეწოდება. ის ახლა ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე მყოფი კერძო აპარატია, რომელმაც მთვარეზე უსაფრთხოდ დაждომა მოახერხა. ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანას აქამდე კერძო ზონდი არ დაუსვამს. თანაც შეერთებული შტატების აპარატი ბოლოს მთვარეზე 1972 წელს იყო. თავად ოდისევსი, რომელიც დასაშვები მოდულია, კერძო კომპანია Intuitive Machines ეკუთვნის. მანამდე ამ ციურ სხეულზე დაждომა ამერიკული სტარტაპის ასტრობოტიკის მისიამ Peregrine-მა სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მოულოდნელად რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა. რაც შეეხება ოდისევს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ის დანიშნულების ადგილამდე, ანუ მთვარის სამხრეთ პოლუსამდე 22 თებერვალს მივიდა და იქ ისტორიული დაშვება მოახერხა. Intuitive Machines დასაშვებ მოდულზე 11 სამეცნიერო ხელსაწყოა, მათგან 6 ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს NASA-ს ეკუთვნის, 5 კი კომერციული კლიენტებისაა. ისევ მილიარდერის ორბიტაზე რჩებით. ოღონდ კრეატიული მილიარდერის. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი გეგმავს, რომ Starlink-ის რამდენიმე ათეული ხელოვნური თანამგზავრი გაანადგუროს. კერძოდ, ზონდებს ორბიტიდან გაიყვანენ, რათა ისინი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვას. ნიშნულოვანია, რომ ეს პროცესი მიზანმიმართული და კონტროლირებადი იქნება, რაც ადრეული შემთხვევებისგან განსხვავდება, როცა ასეთი აპარატის რამდენიმე სხვა მოდელი დაუგეგმავად განადგურდა. კომპანიის აღნიშნული ინიციატივა ორბიტული ნაგვის შემცირებასა და ხომალდებისა თუ ასტრონავტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ასევე SpaceX-ი აცხადებს, რომ სატელიტების ერთ ჯგუფში გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც სამომავლოდ მათი გაუმართავი ფუნქციონირების რისკს ზრდის. კომპანიას კონკრეტული პრობლემა არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ 17 თანამგზავრი მანევრებს ვერ ახორციელებს და პასიურად იშლება. აქედან გამომდინარე, მათი განადგურება ლოგიკური იქნება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.